ნიკოლ, დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება? კი, ეს TikTok-ში ვნახეთ, ჩვეულებრივი წამალია. არ გონიათ, რომ ამ წამალზე ექსპერიმენტების დროს რამე ცუდი მოხდება? საკმარისია ლაპარაკი, რომ უნდა გავაკეთოთ წამალი და სწორედ ამისთვის გვაქვს ასეთი კოლბა. რა უნდა გააკეთო ამ წამლისგან? საოცარი გეგმა მაქვს, მალე გაიგებ, ჯერ წამალმა დავამზადო. ასე რომ ვიზებთ კალმარის თევზის ლორწოს. საიდან ისევ ეს თევზი და ლორწო? რა თქმა უნდა, შავ ბაზარზე ღმერთო ჩემო ჟენია ბავშვი ხარ, ჯერ კიდევ უნდა ისწავლო. ეს სიგიჟეა, მაის რა სახის ინგრედიენტებია? მარტო ხილა ქათმის კვერცხი, რომელიც 7 წელი ცხოვრობდა ტიბეტში. ღმერთო ჩემო, არ შეიძლება უბრალოდ რომ შვილის ფაფა დავამატოთ? ჟენია, ფაფის გაკეთება გინდა თუ წამლის, რა შვილის ფაფა? კარგი რა. და შესქელებული რზე, ჩვეულებრივი შესქელებული რზე და რატომ არა მაღალზაბუენი ჟოდვან ჰიპოპოტამის ტრაკი? ზატა რას ამბობ, ასეთი რამ არ არსებობს. და მანდელად თქვით ხომ არსებობს კი, ყოველდღე ვჭამ. კარგი, შეწყვიტე საუბარი. ზადა, შეიძლება გავსინჯო? არა, ეს კოქტეილი ჩემთვის და ჩემი სამომავლო მიზნისთვისაა. ბაშ ნიკოლ, რატომ გააკეთე ეს ყველაფერი, რას აპირებ? სულელო პატარა ზლა და ეს ტრანსფორმაციის წამალია. ვაპირებ აუთხის აღზე მივიდე და კობიაკოვს შევხვდე. რაში გჭირდება კობიაკოვი? ანუ ის მაგარხზე საუკეთესოა? შენ არ გესმის, აუთხის ფური და პოპულარობა არ მაინტერესებს, კობიაკოვს სული აქვს და ლამაზი ვოყები. მე მას ასე გავუკეთებდი. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია. დადგა სიმართლის მომენტი TikTok-ზე თქვეს, რომ უნდა დალიო წამალი და შეხედო იმას, რაც გინდა რომ გახდე. მინდა რომ მათი გუნდის ერთ-ერთ წევრად ვიქცე. ფიქრობ ეს წამალი მხოლოდ ფაღარათისთვისაა კარგი. ფაღარათი რა არის? აბა როგორ გითხრა ჟენია, მოდი და გეტყვი. რას ფიქრობ, გონი მალე გადაიქცევა? არ ვიცი, მაგრამ უცნაურად გამოიყურება. ჯერ არაფრად არ ვიქცევი, თუმცა რამდენიმე წამში ყველაფერი მოხდება. ღმერთო ჩემო, ნიკოლი გაგიზდა. Oh yeah, gummy go. Oh yeah, აუთხი. Oh yeah. გამოუვიდა. მართლა გადაიქეცი? არაფერი გამოუვიდა. ვიცოდი რომ ეს TikTok-ის მორიგი სისულელე იყო. Brawl Stars-ი ხომ არ გვეთამაშა? კარგი. არ ვიცოდი რომ ის სინამდვილეში მოხდა. მე ზრდასრული ვარ, მაგრამ მოჩვენებების ჯერ კიდევ ძალიან მეშინია. თელის ცხოვრება მძულს მოჩვენებები. იმედია ეს სიმართლე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ YouTube-ზე ისინი თითქოს რეალურია. რა არის ეს? ნიკოლის შოკოლადის კოქტეილს გავს. ნახოთ რა გააკეთა მან. ეს ამაზრზენია. ჩვენს ოჯახში ქალები კარგად ვერ ამზადებენ. ამიტომ შევწყვიტე ამ მოჩვენებების ყურება ბავშვებს უბრძალო, მაგრამ თვითონ რომ უყურებ ცუდ ხასიათზე ვდგები. სავალ დავწვევი. რა ხდება ჩემს თავს? გრძნობ თითქოს რაღაცად ვიქცევი. რა ხდება? რა მჭირს ხელებზე? რატომ არ არის ჩემი ანარეკლი აქ? ნიკოლ, სად ხარ? ბოლოს გიპოვეთ ხალხო. ნიკოლ, რატომ მაიგნორებ? თუ ჩემს იგნორირებას განაგზობ, ტელეფონს ერთი კვირით წაგართმევ. დააჭირე, შენ რა არ მისმენ? ერთი თვე ტელეფონის გარეშე. იჩქარეთ. ისევ მაიგნორებ ერთი წელი მაკდონალდსის გარეშე. რა ჯანდაბა ხდება? დაინახეთ? რა თქმა უნდა დავინახეთ, პრმები არ ვართ. როგორც დავინახეთ, ჩემი მაისური უბრალოდ აფრინა და ჩემს მას ფეხზე დაეცა. ამ სახლში მოჩვენება არის. რატომ ყვირის ასე? იმიტომ რომ შენს ოთახში მოჩვენება გყავს. მართალია. არის აქ ვინმე? მე მშვიდობით მოვდივარ. ვინმე არის აქ? ზლატა, რატომ გაქვს ასეთი რეაქცია? ეს მე ვარ. არგი არ შემჭამო, არ ვარ გემრიელი, მხოლოდ ახლახანს გავიკეთეთ, მაგერატენით. ხო. ზლატა, მეხუმრები, ეს მე ვარ. კარგი რა. ვინ არის ეს? რაღაც შემეხო. რაღაც უცნაური ხდება. მე ვერ ვხედავ ჩემს ანარეგს, ისინი აშკარად ვერ ვხედავენ.
მამამდე მოჩვენებების ვიდეოებს უყურებდი, იქნებ მოჩვენება გავხდი, ჩემი ხელები ბრწყინავენ. ისინი ანათებენ. გონი მართალია, მგონი მართლა მოჩვენება ვარ. როგორ წავა ნიკოლის ქორწილში? კარგი მოიცა ტანია, დამშვიდი 35 წლის ხარ. მოჩვენებები არ არსებობენ. მაგრამ მაშინ რატომ კაშკაშებენ ხელები? მართლაც მოჩვენებები უნდა იყვნენ. ისე მე არ დერვიულობ, რადგან ჩვენთან ასეთი ამბები ხშირად ხდება. იქნებ სულაც არ არიან მოჩვენებები. ასე უნდა იფიქრო და იმოქმედო გონიურულად. თუ ჩვენ ყველა რაღაცას წარმოვიდიანთ, პანიკაში ჩავვარდებით. გონი ჯობია დავგვშვიდეთ. ხო, ძალიან გავაზვიადეთ, განსაკუთრებული არაფერი ხდება. ჩვენ უნდა ნახოთ გუგლში თუ რა უნდა გააკეთო ასეთ სიტუაციებში. რომელიმეს ტელეფონი გააქვთ? მე არა. მაშინ ვინმე მაღლა უნდა ავიდეს და ტელეფონი წამოიღოს. და ეს შესანიშნავი იდეაა. შეგიძლია შენ წახვიდე. მე ძალიან ძვირფასი ვარ იმისთვის, რომ მოჩვენებამ შემჭამოს. ვა, რა საპარაკობ, ანუ ჩვენ არ ვართ ძვირფასები? ხოლო ჩვენ ხარ ძვირფასი? ჟენია გაუშვათ, ის ნამდვილად არ არის. გეთანხმები. გოგოებო, რას აკეთებთ? კარგი, გეთანხმები, ეს არ არის სამართლიანი. მოდი ჯეირანი ვითამაშოთ. ჯეირანი, ჯეირანი. მოჩვენება მე ვერ მომყავს, ვაშა. ჯეირანი, ჯეირანი. ვერც მე მომყავს. Yes! მე უკვე შემეხო, არ მინდა იქ წასვლა. მეშინია. ტელეფონი. ზატა, ვაიმე შემეხო, სიკვდილი არ მინდა. კარგი, ეს უკვე აღარ არის ნორმალური. მართლა მოჩვენებას ავით მაშინებს და თითქოს ვერ მხედავენ. გონდი ყველაფერი გასაგებიათ. ანია, შენ მოჩვენება ხარ. კარგი, ახლა როცა მოჩვენება ვარ, შემიზრია ისევ ადამიანად გადავიქცე. მე მხოლოდ უნდა გავარკვიო, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ყველაფერი პირიქით გავაკეთო. მაგრამ სანამ ისინი ვერ მხედავენ, მე შემიძლია გავიგო რას მიმალავენ. და რა საიდუმლოებები აქვთ. რაკენი აიღე ტელეფონი? ისევ შემეხო ის ტელეფონი აქ არის. ანუ ამბობ რომ მოჩვენება შეგეხო? ო, უკვე მეორედ. კარგი, მაშინ ამოისუნთქე, მომეც ტელეფონი. აიღე. და მოდი დავგუგლოთ რა უნდა გააკეთო თუ სახლში მოჩვენებაა. რა ხდება? რა წერია? აქ წერია რომ ჯერ უნდა დამშვიდე. აქ მილიონი რჩევა. რა მაგარი გზაა რომ ასე დაждე და შენ შვილებს შუმად მოусმინო. შემდეგი რჩევა დაურეკე ვინმეს ვისაც ენდობით. იქნებ შენ შეყვარებულს დაურეკო, ის ისეთი მამაცი ბიჭია. რა, შეყვარებული ყავს? არა, ვერა, მას უნდა რომ მაკოცოს, მე კი ვფიქრობ რომ 18 წამდე ეს ძალიან ადრეა. რა, ვის უნდა ნიკოლის კოცნა? ვინ არის ეს ნაძირალა? რჩევა ნომერი მესამე. სადეთ დაელაპარაკოთ მოჩვენებას, თუ ის ნამდვილად არსებობს, უნდა დაგელაპარაკოთ. მე ნამდვილად არ მინდა მოჩვენებებთან საუბარი. ო, ნახე ვინ ლაპარაკობს. შენი ყოფილი შეყვარებული მოჩვენება გახდა, როგორც კი გაიგო როგორი იყავი, გაქრა. რა თქვი? მოკლა, მოდი აქ. დამშვიდით, მოდი მართლა ვცადოთ მოჩვენებასთან ლაპარაკი. შოკში ვარ. არა, მიხარია რომ მოჩვენება ვარ. როცა ჩემს ხელში დაბრუნდები, ნიკოლთან საუბარს ვაპირებ. აუ, აბა როგორ ფიქრობთ, რა უნდა უთხრათ? უბრალოდ დაუძახოთ მას და უთხრათ, მოჩვენება, მოდი ჩვენთან. ცხოვრება თუ მოგვბერს და ეს შესანიშნავი იდეაა. სხვანაირად როგორ გინდა მასთან საუბარი? კარგი, ცადოთ. მოჩვენება, მოგვეცი ნიშანი. ო, ნიშანი გინდათ? 2 წამი. არა უშავს, მოდი ისევ გავიმეოროთ. მოჩვენება, მოგვეცი ნიშანი. აი შენი ნიშანი. აემნებზე ვეღარ წახვალ ხოლმე. როგორც ჩანს არ მუშაობს, ისევ ვიყიროთ. მოჩვენება, მოგვეცი ნიშანი. რატომ ყვირი ხარ? ნიშანი გინდოდა და მოვიდა კიდეც. პრობლემა ის არის, რომ თუ მან ნიშანი მოგცა, ეს ნიშნავს, რომ ის ნამდვილად არსებობს. ზატა, მოდი ნუ იმალები. ოჰ, ეს ყველაზე ცუდი და ჩემს ცხოვრებაში კარგი მომდივარ. აქ წერია რომ აემნებზე ვეღარ წახვალ. და ვიცოდი რომ ეს ურთიერთობა შეცდომა იყო. ასეთი პასუხის მიღებას არ ველოდი. უცრაურია. მოდით გავარკვიოთ რა ხდება იქ. მოჩვენება, გვითხრი როგორია ცხოვრება მან, სადაც შენ ცხოვრობ. აქ ყველა შვილი დედას უჯერებს. უკვე უნდა შეეგუოთ ამას. აქ ყველა შვილი დედას უჯერებს. მოიცადეთ, მე არ ვაპირებ რომ იქ წასვლის შემდეგ დედას დაუჯერო. ოხ, ნიკო, თუ დედას არ დაუჯერებ, მაშინ თან წაგიყვან. ძალიან მეშინია, აღარ მინდა აქ ყოფნა. გოგოებო, დამშვიდით. ვერ დამშვიდებით. თუ დედას არ დაუჯერებ,
თან წაგიყვან. თითქოს ამას დედა ჩემი ამბობს, სხვათა შორის სად არის დედა? არ დაგინახავთ? სახლში არ იყო? კი, წამომოვძებნოთ. რეგორიგო ჩვენ სახლში არის მოჩვენება და ეს ძალიან უჩვეულო სიტუაციაა. არ ვიცი, მაგრამ მაინტერესებდა არიან თუ არა მოჩვენებები ჩვენს გამომწერებს შორის. ნეტა გამომწერებშიც ყავს მოჩვენებები? მოჩვენება ხარ? ამის შემოწმება ძალიან მარტივია. ახლავე შეეცადეთ დააჭიროთ გამოწერვის წითელ ღილაკს. თუ მუშაობს და ღილაკი ნაცრისფერი გახდება, თქვენ ნამდვილად არ ხართ მოჩვენება. ესე იგი ადამიანი ხართ. და თუ დააჭერთ და ღილაკი ფერს არ შეიცვლის, ცუდი ამბავი მოგვჩვენების. ძალიან ცუდი ამბავი. მოჩვენება ხართ. მოდით ახლავე შეამოწმეთ რომ დაარწმუნეთ რომ 100% ადამიანი ხართ. და დაწერეთ კომენტარებში მოჩვენება ხართ თუ არა. ძალიან მნიშვნელოვანია ამის ამტკიცებლად გამოწერა მოახერხოთ. კარგი, წავიდეთ მოჩვენებას ნასასაუბროთ. წავედით, ჯენია იქეთ? მე აქეთ. დედა. ტანია. დედა, აშკარად მისი ოთახია. დედა. ტანია არსად არის? შეიძლება რადაც საშინელება მოხდა. რას გულისხმობ? რა მოხდება თუ იგი მოჩვენებამ გაიტაცა? დედა ჩემი, დედა ჩვენი, მოჩვენება, მეს მეორედ აღარ თქვა. მე იმას ვამბობ რომ როგორც კი მოჩვენება გამოჩნდა, ტანია გაქრა. ო, ნიკოლ, ბოდიში, მაგრამ ეს ყველაფერი ლოგიკურია. ის სახლში იყო, მოჩვენება გამოჩნდა და ის გაქრა. დედა, მოიცადე. იქნებ თავად დედა ჩემი გახდა მოჩვენება. ნუ გამოვიტანთ ნაჩარად დასვნებს. უბრალოდ გადავამოწმოთ. ო, მე მაქვს იდეა როგორ გავიგოთ ეს დედა თუ არა. მე ვიცი რაზე ლაპარაკობს დედა ჩემი ყველაზე მეც. ჩემი ოთახის ისუფთავეზე. აბა რას აპირებ? ახლა ჩვენ დავიწყებთ ნაგვის დაყრას და ნივთების დაყრას. და თუ მოჩვენება ნამდვილად დედა ჩემი ეს გამოჩნდება. გენიოსო, წავიდეთ, ეს იდეა მომწონს. წავიდეთ? მოდით წავიდეთ. დედა, მე აქ ნაგავს ვხრი. მან თქვა რომ ნაგავს ხრის, მე ახლა მას ვაჩვენებ. რა ხდება? არ გესმით, ხო? ახლა ვეგაჩვენებთ. ერთი მხრივ ეს საშინელება, მეორე მხრივ კი მივხვდი რომ დედა ჩემი მოჩვენება. ო, მოიცადე, თუ მოჩვენება დედა შენია, ესე იგი არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. დედა, გაჩერდი. ო, გაჩერდი, არა, ეს ნამდვილად დედა ჩემია. დედა, შენ მოჩვენება ხარ? კი, მომეცი ნიშანი. მადლობა, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა სხვა ნიშანი ყოფილიყო, მაგრამ ესეც კარგია. კარგი, თუ ასეა, ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ როცა მას შეუძლია ჩვენი მოსმენა და ჩვენ ვერ ვხედავთ და არ გვესმის მისი. მოდით დავფიქრდეთ, რა შეიძლება მოხდარიყო, რატომ გადაიქცა ის მოჩვენება? ტრანსფორმაციის წამალის ამზადებას ვცდილობდით? იქნებ მანის დალია? ტრანსფორმაციის წამალი, ეს სისულელე, რომელსაც სვამდი? მოიცა, შენზე რატომ არ იმოქმედა? ეს კარგი კითხვა. ნებამომესი რეცეპტს გადავხედო. აქ ნათქვამია, რომ შეგეძლო გადაიქცე მხოლოდ უშულო სხეულად. და შენ გინდოდა ადამიანად გადაქცევა. მოჩვენება უსულოა, ამიტომ გადაიქცა დედა. ერთადერთი კითხვა მაქვს, რატომ უყურებდა დედა მოჩვენებებს, რომ ამ სისულელეს სვამდა? არ ვიცი. ის ჩვენ ასეთი რამეების ყურებას გვიგზავნავს, თვითონ კი უყურებს. კარგი, გავჩუმდები. გავჩუმდები. ჩვენის კოქტეილი უნდა მოვიდანოთ. დედამ უნდა დალიოს ის და თავის ფოტოს შეხედოს. და იგი ისევ ადამიანად გადაიქცევა. წავედით. ასე რომ, ჩვენ უნდა გავარკვიოთ არის თუ არა დედა აქ. დედა აქ ხარ? კარგი, დედა აქ არის. ზატ აქ ხოლმე ვიპოვე კოქტეილი. ერთი წამი. აიღე. დედა აქ არის კოქტეილი, აქ არის. ახლა ჩვენ გვჭირდება რეცეპტის სრულყოფა. ნახოთ, აი ჩვენ მივდივართ, ნახეთ. რეალურად ადამიანად რომ გადაიქცეთ, ამ ადამიანის რაღაც ნაწილი უნდა დაამატოთ. ანუ მისი რაღაც ნაწილი დაგჭირდება? თმა რომ დავამატოთ? გონი იმუშავებს კი? მაშინ ერთი წამი. კარგი, მე სავარცხელი მოვიტანე. მოდი, ახლა დავამატოთ თმაც. ახლა კი ჩვენ ყველაფერს ურავთ. ამას ვერ უყურეთ. ვერ ვიტან ასე რომ აკეთებს. კარგი, ვცადოთ. მე აქ ვარ. ბუღუ. გაჩერდი, სასწრაფოდ მითხარი შენი შეყვალებულის შესახებ. ოკეი, ნიკოლ, გაჩერდი, მოდი აქ. ისე ყველაფერი კარგია, რაც კარგად ვთავრდება. 3, 2, 1, 0-ისგან მის ნიკოლის არსე ხარ. მადლობთ, რომ ვიდეოს უყურეთ. ბოლომდე და არ დაგავიწყეთ მოწონება, ჩვენ წავედით. მოიცადეთ, სიმღერა დამავიწყდა. კარგი, გავიკეცით.